გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იტალიელ და სერბ კოლეგა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს ფრანჩესკო ლოლობრიჯიდასთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ვინ იტალიის ღვინის გამოფენის ფარგლებში ქონდა შეხვედრა როგორც იტალიის კოლეგა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ასევე სერბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების და გაძლიერების რესურსი საკმაოდ დიდია. იტალიის კოლეგა მინისტრთან ქონდა შესაძლებლობა, რომ გაგვეხილა ერთობლივად თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები არის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა როგორც ცოდნის გაზიარებაზე, ასევე იმ ცოდნაზე, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს სერბეთთან მიმართებით. მნიშვნელოვანი არის მათ მიერ განვლილი გზა ევროინტეგრაციის პროცესში, იმ სტანდარტების დაწესება, იმ სტანდარტების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აგრარულ პროდუქციას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და შესაძლებლობას ევროპულ ბაზრებზე შესვლის, ამ ბარიერების მოხსნას. ორივე შემთხვევაში, როგორც სერბეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ასევე იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან დასახული იყო კონკრეტული სამუშაო გეგმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა იქნება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მინისტრებს შორის, კერძოდ იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, სადაც საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობას, იყო დიალოგი მის შესახებ თუ რა პერსპექტივები არის სამომავლოდ საქართველოსთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ შედეგებს. იტალიის მინისტრმა აღვიქვა მისი ურყევი მხარდაჭერა და კოლეგებმა ისაუბრეს ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე.